ისე ყმუის გეგონება რამის თავი კონდეს. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBO ვარ. შემდეგ 3 დღეს მე და ტაისონი გავატარებთ ტყეში. გვექნება ყველა საჭირო ნივთი, იქნება საკმაოდ დაბალი ტემპერატურა. შესაძლებელია თოვლი და წვიმაც. ვიქნები წიწვოვან ტყეში, მოამზადებ საჭმელს, გავაკეთებ მარტივ თავშესაფარს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თავგადასავალი გვექნება. ამიტომ ჩაუჯექით. მეჩხერ ფიჭვნარში შემოვედი. ბევრი სხვა დამატებით ხმელი ხეები არის ამოსული, ცალკე ეკლები, მაგრამ ვფიქრობ აქ გავჩერდე. აი ამ ხეების ქვეშ. სადმე აი იქ, ანიქ ძირს მოვასუფთავებ სულ, ხმელებს მოვჭრი. რაც არის ამოსული ეკლებისგანაც გავასუფთავებ ადგილს, რომ დავბანაკდე. აქვე 100 კილიც მექნება ჩაი რომ მომინდეს. თან ბევრი წაქცეული ხეა შეშის თემაში. არაფერი გაგვიჭირდება მე და ტაისონს და ვფიქრობ აქ გავჩერდე. მოემზადები ახლა. მე მასალას და შეშისთვის ტოტებს ვაგროვებ და ესე დამყვება, ამას გონია ნებისმიერს გადავუგდებ. აი ყელზე რომ კიდია წითელი ბურთულა, მაგას საღამოს გაჩვენებთ უკეთესად რა არის და რაში დაგჭირდება მე და ტაისონს. სხვა დროს, როდესაც ლაშქრობებზე წამოვართ დარჩენით. ახლა რა მაქვს გეგმაში. რაღაც ხეები მოვიტანე წაქცეული რაც იყო, მე აქვე დავხერხავ. აქ მინდა გავშალო ჩემი ყველაზე პატარა ზომის კარავი, რაც მაქვს პონჩო კარავი. მაგ შემთხვევაში უბრალოდ მინდა რომ ზოგიდან მაინც არ მიბერავდეს ქარი, ჩემი მიზანი დღეს ეგ არის. თოვლი რომ წამოვიდეს და გინწვიმა წამოვიდეს, ესე არ შემოვა. ანუ ესე მინდა გავაკეთო, რომ მაგ შემთხვევაში დაძველული ვიყო. ამ ადგილზე გავაკეთებ ისე რომ ძირსაგები პარალონიც კარგად დაეტიოს.
ესე ვაკეთებ, რომ მჭიდროდ იყოს და არ ჩამოიშალოს და რამე. ორ შორის მოაქცევ ჯობია და მე ზემოდან მაგრად გადაჭიმო. ბუნებაში ასეთ რაღაცას თუ დაკვირვები ხარ, თავდეს მე გადაინახეთ რა მანძილიდან დაჩვენებით, ანუ რამდენად პატარა რაღაც არის. შეხედეთ. ტოტი არის გადატეხილი და კანზე ქანაობს. ისე მოხდა თვალში უცებ. დაინახეთ, ხო ვითუმც არაფერი, მაგრამ მეგონი მაგარი რაღაცაა, ხო? ასეთი ადგილი იქნება, სადაც დავბანაკდები. იქით მე საძილე ტომარას გავშენ, მთლიან რო ხამით თბილად ვიყო. აქ მექნება კოცონის კედელი. მთელი სითბო და მთელი ამბები წამოვა ჩემკენ. ნუ საძილე ტომარაში მაინც არ შემცივდება, მაგრამ მაინც სანამ დავწვევი და რამე. შეშა ცოტა მომიმარაგე ჯერ იმიტომ რომ უცებ მინდა რაღაც მოვიმზადო. ხამისთვის მე სანამ დავიძინებ უფრო დიდ აი ესეთ რაღაცებს დავაწყობ, რომ უფრო დიდხანს გაკაჭოს. მეგობრებო, წეღან აი ზუსტად იქ ჩაირბინა შვენმა. აი ზუსტად იქ. ესე გადაირბინა და ვინახე. ტაისონ. ამან ვერ დაინახა, თორე გაეკიდებოდა. რა ლამაზი იყო, იცით კი, ხო ეხა ბევრი რაღაც ეფარებოდა რამე რა, მაგრამ მაინც რო ჩანს ეგრევე რო ხედავ და ძალიან ლამაზი იყო. აი მიმართულებით წავიდა. აქვე მთა არის დიდი და აჭრიდა ეგრევე. ერთი ვაზენის ბუთულო მქონია. მოდი ამას შევინახავ ჯობია. ისეთი თემაა, რომ თოვლი რომ მოვიდეს ან იწვიმოს, მაგრად დამჭირდება, ამას არ გამოვიყენებ ახლა. ახალდანას გაგაცნობ დღეს აუცილებლად. ეგრევე ყვარის სუნი გაუშვა. ესეთი კარგი და საჭირო რაღაც გამოვიწერე. სალაჭროდ ეს არის სპეციალურად დასაჯდომად განკუთვნილი პარალონი, პატარა ზომის არის. ხოდა უცებ ჩამოჯდომა რო გინდა და ყოველთვის გეუნებით ხომ რომ ძიშსა უნდა დაჯდე, იმიტომ რომ საშიშია. კიდევ და დაჯდები ამაზე. ძალიან მაგრად ვშია, იმდენად მაგრამ რომ ვეღარ ვითმენ რა, უბრალოდ რამდენიმე დღის ამოღებული მაქვს საღეჭი კბილი. იცით რა მხედა ჭრილობა იცის მაგდროს კბილი ხო ზუსტად ძვალზეა დასმული და წარმოიდგინეთ კბილის თავიდან ქვედა ყბის ზვლამდე ციცარიელია, სულ აი ციცრო ჩაყოფ ადამიანი ისე ციცარიელე და იმდენად კარგად ვერ ვჭამ რა, მიჭის მაინც ჭივა, წამოსოს ესეო გამაყურებელი თელი ამბები და მაგიტო აქამდე ავჭამე. დილას ვჭამე ძალიან ადრე სახისგან, უნდა მოვიდოდი, შეერი რო არ ვიყო.
და ეხლა მოვიმზადებ უკვე მერე ცოტა ან მანამდე ცოტა ხილს შევჭამ მაგ ჩანთაში რამდენიმე და ეგ იქნება დღევანდელი ჩემი საკვები. ნუ მაგას ეხლა ერთი პლუსი ის აქვს, რომ 3 დღით რო ვარ წამოსული, ძალიან ბევრი საჭმელი დამჭირდებოდა, სხვა მდგომარეობაში წამომეღო და ეხლა შედარებით ცოტა შევჭამ, ჩანთაც ძალიან აღარ გადაიტანა მაგის გამო. აი ტაფა, ნაჯახი, ხეთ, ყველაფერი გარედან დავამაგრე, რაც შევძელი, რომ შიგნით მაქსიმალურად ბევრი ადგილი მქონოდა. რამდენიმე დღით რომ მიდიხარ, ბევრი რაღაც უნდა გათვალო. სადილეტო მარა ზემოდან მაგდება. ისაგე პარალელურად ქვემოდან და ტაქტიკური ჩანთის პლუსი ჩემთვის ეგ არის, რომ ბევრ რაღაცას ამაგრებ გარედან და შიგნით მერე დიდი ადგილი გრჩება. ეხლა საჭმელი მაქვს, უსადენო დამტეს დიდი ადგილი მიაქვს, ხმის მათ არა, რომელიც ასევე შემიძლია გარედანაც დავამაგრო. ეს არის ჩემი ახალი დანა მედანესგან, რომელიც დღეს აუცილებლად დაიტესტება. სოგი არის. სოგი გემახსოვრებათ მაჩეტე რომ აქვს კუკრი. იქიდან მომეწონა ეს ბრენდი და ნახოთ აბა პატარა ზომის მსუბუქი დასაკეცი დანა არის. საკმაოდ პატარა და მსუბუქია, მაგრამ აი ვერ თქვი ხელში მომიჭირებს და ნახოთ აბა ტესტ როგორ გაართმევს თავს და ზოგადად აი სალაშქრო როგორც ბუშკრავთ დანა, როგორი იქნება ეს. რა კარგა ჩაჭრა ხორცი, ხორცს შევწო კარდალას ტაფაზე მოდი. აჯიკაია სვანური მარილი. შაშვის გალობა იმედია გესმით. საოცრება არის. და მომზადების დროს ორეგანოს ან კონდერს მოვაყრი. ზოგადად კარდალას ძალიან დიდი პლუსი აქვს. საკმაოდ სწრაფად ცხელდება და საკვებიც მალე მზადდება. ან თუნდაც წყლის ადუღება რო გინდოდეს. მაგიტოა სამხედრო თვალსაზრისით გათვლილი. უკვე ცხელია. გავუშვათ ზეითუნის ზეთი.
ორეგანო. Πολύ μικρό ძალიან გემრიელი გამოვა. სადაის. აჭიკაიას წონე ნიგზიანი აჭიკა წამოვიღე. აურა მაგრად გამოიყურება. ისეთი სიცივე არის, ხო წეღან და გადმოვდე რა. ზეთი უკვე ზეთ გაიყინა. წარმოიდგინეთ. უბრალოდ კოცონთა რო ვზივარ და თან ბევრი რაღაც გავაკეთე და გახურებული ვარ. იმდენად ვერ ვძნობ. თან ეს სხვადასხვა რაც მაცვია ძალიან თბილი არის. სპეციალურად ვიყენებ ხოლმე სალაშქროდ. უბრალოდ პუსტი. თითქმის მოსაღამოვდა, ალბათ საათს ნახევარში დაღამდება საათში. ცოტა კარგად დავისვენე. სოგის დასაკეცი დანის გატესტვის დრო დადგა. მოდი ჯერ უბრალოდ ტრადიციულად გათლა. აი კარგი არის. თან ადრეს ყველა ტესტზე გეუნებით ხოლმე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ქარხნულ ლესვაზე არის, არავინ არ ჩარეულა ამაში ზედმეტად. ეხლა მყარი საკვების გაჭრა, ბანემვასაც შევჭამ. კარგი არის. ესეც კარგია. წვერის ტესტი. რამის ამოჭრა თუ გინდოებათ. შვენიერია. მე ეჭვის არ მეპარება, რომ სოგი ყველაფერს კარგად გავართმევს თავს, მაგრამ მაინც. ეს არის მთავსვლელების თოკი, რომელიც რთული გასაჭრელია ყოველთვის 2 3 სამ ჩაჭრაზე გაჭრა. აი მაინც გავაკეთოთ კიდე. 1
2 3 თითქმის ისე რაც გავტესტე ყველა დანა 3 ჩაჭრაზე ჭრის ხოლმე ნახოთ აბა ვინმეს თუ მეტი დასჭირდა ესე იგი იმათზე სუსტია ეს ყოველთვის რთული გასაჭრელია ამის მიზანი ის არის რომ არ გაიჭრას და მაგარი იყოს ბოლო ორი ტესტი არის უკვე ძვლის ეს არის ღორის ნეკნი ხმაკი გესმით პირი არ იცვლება და ძვლის ჩათლის ტესტიც გავაპრიალებ და ვნახოთ. აი როგორც იყო ისეთი არის. ეხა ხელისთაც რო ვამოწმებ არაფერი შეცვლია იმდენად რომ რაღაცა ვიგრძნო. Sogis Adventure LB დასაკეციდანა გაიტესტა და რა ყველაფერი კარგად ჩააბარა. მე პირადად მომწონს როგორც აი პატარა ზომის დასაკეციდანა. ძალიან მარტივია, მსუბუქი არის, ხელში კარგად ძის. ბუშკრაფტის თემებში ჩემი აზრით გამოდგება. თრაზეც კარგი იქნება ეს უკვე თვითონ სათბო სამუშაოებზე. წესით დღეს ვეღარ მოვასწრებ და ხვალიდან რაღაცებს გამოვთვლი კიდეც. მეგობრებო, ეს სამდღიანი ვიდეო შედარებით შემოკლებული იქნება, იმიტომ რომ მე რო 3 დღე ჩემი ბურად გადავიხო, ცელი კადრები და მთელი ამბები, ვიდეო გამოვა სადღაც 4-5 საათის ხანგრძლივობის, რაც სისულელე იქნება ეხა დასადებად. ძალიან დიდი დროა. მე მაქსიმუმ 1 საათი დავდო, ან საათნახევარი გააჩნია ეხა სად ვარ და რა ხდება და ნამდვილ რაღაცის კეთება მიწევს. აქ ეხა ჩემთვის ვარ, აწი უკვე მოსაღამოდა და დაბნელებასაც დაიწყებს. ხვალე ავდგები რაღაცებს გამოვთვლი, შეშას მოვიმარაგებ რომეც, იმიტომ რომ დღეს ბევრად ცოტა შეშა მოვიმარაგე და ეხა სანამ ბოლომდე დაბნელდება, მსხვილებს ისე მოვიმარაგებ, რომ ღამით რაღაც პერიოდით ვიყო, ფეხები შევითბო, ან ყავა, ან ჩაი თუ მომინდა, გავიკეთო, გავლიო და მე წამოვწე საძილე ტომანაში ჩავგორდი და დავიძინო. კოცონის კედელს რაც შეეხება თავს კარგად ართმევს, კვამლით ჩემკენ არ მოდის, ხან იქით მიდის, ხან ისევ კედლისკენ. აი ეგ არის კოცონის კედლის პლუსი და უდიდესი როლი ამ დროს. რო ჩემო ბიჭო რა. როგორ აქტუჩები შეხედეთ. ეს მერის დამჭირდება და რო გავასუფთავო ერთი იდეა მაქვს. თუ ეხა წყლის ეკონომიას აკეთებ, ეგარ გამოდგება. ორი მათარა წყალი მაქვს წამოღებული, ერთი არის ლიტრიანი, ეხა რაც ჩავასხი, მეორე არის გაბერილი, სადღაც ლიტრანახევარზე მეტი ჩადის. წყლის ეკონომია ჯერჯერობით დამსაჯეროება. რა წამოდუხდება მოაშორებს ამ ცხიმს. მე მცენარეებით ხავსით და რაღაცებით ამოასუფთავებთ. აბა ეხა ტყეში ვინ რეწავს. აი ეს სცენარი, რომელიც ხეზე არის შემოხვეული. ნახეთ რა ძლიერად ეხება ხეს, რომ მე ნაიარევს უჩენს. ესეთი სცენარები ხეებს აფუჭებს. ამიტომ შეგიძლიათ სადმე
უბრალოდ ჩაჭრათ და სულ ეგარი. ახლა არის 2 გრადუსი, როგორც თერმომეტრზე ვნახე. აი მხესთან მინდევ თერმომეტრი მოშორებით მაინც კოცონის სითბომლო არ შემოწდინოს. მაგრამ იმდენად ვერ გძნობ, იმიტომ რომ კოცონის კედელი ძალიან ბევრს აკეთებს. უკან კარავით სითბო ესე ტრიალებს. ეგ ყოველთვის გაითვალისწინეთ, როდესაც სამთარში იქნებით სალაშქროდ. კოცონის კედელს აი იმიტომ თუ გააკეთებთ სიტყვაზე ზაფხულში, რომ სიტყვაზე კვამლი არ მოგივიდეთ. თუ ზაფხულში იქნებით, ისიც გაითვალისწინეთ, რომ სიცხე მე თქვენსკენ წამოვა და უფრო დაგცხებათ. მაგრამ ზამთარში აუცილებელი არის. თუ არ გააკეთებ და დიდი ცეცხლი გენთება, მაინც გათვები, მაგრამ აი კოცონის კედელი რო გაკეთებული და პატარა კოცონის რო გინთია, ბევრად დიდი სხვაობა არის რა. ეხა ისე თბილად ვარ. კოცონის კედელი რო არ მქონდეს, მაშინ დიდი კოცონი ნამენთოს, რომ ზუსტად იგივენერად თბილად ვიყავ. თუ დაკვირვები ხართ ოდესმე ცეცხლი როგორი რაღაც არის. ჯერ ხო გათბობს და ეს ცეცხლისგან გამოყოფილი სითბო ძალიან გსიამოვნებს, როდესაც კანზე გეხება, მაგალითად ესე ხელებს რომ მიუშვერ, შეიძლება ძალიან ახლოს იყო და გეწოდეს კიდეც, მაგრამ მაინც გსიამოვნებს და მე თვითონ ცეცხლს რო უყურებ, ეს წითელი ნაკვერჩხალი ნენა რო იწვის, მოძრაობს, ფორმებს იცვლის და რაღაც, აი ძალიან სასიამოვნო საყურებელი არის, თითქოს იმდენად გითხრევს, რომ თვალს ვერ წყვეტ. სანამ თვალები არ გამოგიშრება. რავი, თუ ხართ ჩემსავით დაწერეთ. მე პირადად ეგრე ვარ. ტურების ხმა ალბათ გაიგეთ. ჯერ მაგარი დაღამებული არ არის. იმდენად რო ვხედავდი, მაგრამ მოდი ჩემთან, მოდი. მოდი ჩემთან ერთზავს. მოდი ჩემთან ნახე. დროზე მოდი. მოინაზები დაჯექი. აი რას ვამბობდი, ვისაც ძაღლი ყავთ და ძაღლთან ერთად დადიხართ ლაშქრობაზე, ეს გამოგადგებათ. გუშინ ჩამომივიდა. საყელურზე დაუმაგრებ. დააწვევი და ანათებს წითრად. აი თუ ცელქი ძაღლი ყავთ მოძრავი, ინტერესიანი, განსაკუთრებით მონადირე, სულ რაღაცის ძებნაში რო არის, ეხლა შემიძლია სიბნელეში თავისუფლად თამამად გაუშვა, წითელს ვხედავ, კი მიჯერებს ტაისონი რო დაუძახებ მოვალ, მაგრამ აი, როდესაც ღამით ვართ ხოლმე და იმდენად ვერ ვხედავ ხოლმე, ცოტა მეშინია ხოლმე, მაგრამ მე ვიურებ მაინც, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს რა, ეს არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ამ შემთხვევაში უფრო ისე ვიქნები, მშვიდად, თან დავინახავ, სად იქნება, როგორ იქნება, ამას სამი ფუნქცია აქვს, ერთი ესე უბრალოდ წითრად ანათებს, მეორე არის რო ციმციმებს ჩქარა და მესამე არის ნელა რო ციმციმებს, რომელზეც კიდევ ჩართავთ. ერთი წამოიყვირა იქიდან მხრიდან იყო. და გაჩუნდა. არ ვიცი ნახოთ. აი ესეთია და კაცი ბევრად თამამად ვიქნებით. ხო ჩემო კარგო ბიჭო. ჩემი ჭკუის კოლოფა ვინ არის? ტემპერატურა აშკარად დაეცა თერმომეტრთან არ მივსულ ვარ, მაგრამ 1 გრადუსი უნდა იყოს უკვე ან 0. ამებს გადმოდებ, საძილეტომარას გავშლი. წყალის დავლია ცოტა. წადი შენ სულგინა, თორე რო ჩავწვევით მე აღარ გამოგიშვებ. მოიშოვე რაც გინდა და დავწვევ.
ისე ყმუის გეგონება რამის თავი კონდეს. მეგობრებო, ეხლა ვაპირებ დაძინებას. მეგობრებო, ვაპირებ დაძინებას, ჩავგორდები, მაგაზე არ იდარდოთ და ჩემზე არ იდარდოთ. თბილად დავიძინებ. ცეცხლს ყურადღებას მივაქცევ ხოლმე და არ მოვლენ რა კარავი მაქვს, ძაღლით ვარ, მაგას ხვდებიან რომ ძაღლით ვარ. თუ რამეა და ძალიან შემაწუხის ხამით დავიღრიალებ ერთს. ჯერ ხიზვრად ვარ, ეგრევე არ დამეძინება, მაგრამ თუ რაღაც სასწაული არ მოხდა ღამით, ვერ გადაგიგდებ ხა აი სომნა ჩავწვით. გავიხადოთ ა. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა ღამით, იმედია არც მოხდება და ტკბილად დავიძინებ და მე ჩაგერთვებით დილას. რავი მეგობრებო, თუ რამეა ჩაგერთვებით ტკბილი ძილი ყველას, ჩემი ჩათვლით. დილამშვიდობისა მეგობრებო. 1-20 წუთია გავიღვიძე, მაგრად ცივა. ავდექი ფეხზე ჩავიცვი. საძილე ტომა რა უკეცე, ქურთუკი შემოვიცვი. თერმომეტრთან არ მივსულა. კაისონსაც გადავაცვი თავის საწვიმარი. ესეთი მდგომარეობაა ჩვენთან. თოვლი გადაგვექცა, წვიმა და აი რაც დადო ეს არის. არც არაფერი. ეგ იმას ნიშნავს, რომ წყალი ეკონომიურად უნდა გამოვიყენო. ეხლა კოცონს დავანთებ, რომ შევთბე მაგრად, თორე მართლა მაგრად ცივა. აქ მაქვს ჩემი დღევანდელი გადამრჩენელი. გუშინ ერთი რაღაც ვერ მოვტვინე. ძილის წინ მაინც, რა თუ იცით, რომ შემდეგ დღეს ნალექიანი ამინდია მოსალონელი, ასეთი რაღაც შეაგროვეთ ხმელები. შრალად რო ქონდეთ. მაგას მარტივად ეკიდება და მე უფრო კარგად დავანთეთ მეორე დღეს ცეცხლს. კარგი ვქენი გუშინ ვაზელინის ბურთულა რო შევინახე. წესით არ უნდა გაუჭირდეს. ისე კვარი ჩემსავი თუ დაგავთხოვე ლაშქრობაზე, აი დაჭრილი გამზადებულები რომ აქვს კი და თუ არა და ესე აიღეთ ფიჭვისა ნაძვის გული გამზადებული რა ზომისაც გინდათ და როდესაც ცეცხლის დანთებას დააპირებ, წეღარო გავაკეთე მოთლი და უცება ჰალდება და ცეცხლიც მალე გექნება. რავი, გაითვალისწინეთ, კარგი იდეა არის. ეხა მაგრად შეასაჭმელს მომიმზადებ. წუხანდეს რაც შეეხება, აჰა დაისონ. წუხანდეს რაც შეეხება. იმის მერე ხმა არ ამოუღიეთ, მე პირადად არაფერი გამიგია, შეიძლება ძილში იყო, მაგრამ ვერ გავიგე. ესეც შვიდად იყო ღამით, 1-2 გამოვიდა საძილე ტომიდან, გაიარა, გამოიარა, ჩაწვა. აი რატომაც არდებს თოვლი. 2 გრადუსი არის. რა აზრი აქვს დადებს. დავიდეთ. შეშამოვიმარაბო. რაც შეიძლება ბევრი.
აი სულ ეს არის ჩვენი თოვლი. ცოტა მткиო ჭრილობა. ცდილობ ცხელი ცივი ჰაერი უბრალოდ არ ჩავისუნთქო, მაგან უფრო იცის ადგილება. რამდენი ყვავილი არის ამოსული. ალამასია. დღეს ტაისონი ამას დააგემონებს კურდღლის ხორცი და კიდე მრავალი კანკია. ამას ისეთი მძაფრი სუნი აქვს. თუ ტურები დაგვოდგნენ მე ნახე შენ ტაისონ. წუხანდელი არ იყოს, მაგრამ წუხელი ეს არის ყოფილი, ისე იყო. საჭმლის მომზადების დროა. ვინაიდან ხორცი იმდენად კარგად ვერ ჭამ. ყოველთვის შევიწვა უბრალოდ ყველაზე მარტივი გამოსავალი ახლა ეგ არის. წინასწარ გათვლილი მქონდა. გადავაგდე უბრალოდ ბოლო რაც დამჭა და ჭამს ის. როდიდან ჭამს არ ვიცი ტაისონი ბულბულს. აჰა, მოდი. ტაისონ როდიდან გიყვარს გეხვეწები? რაც მე გუშინ ამ ტაფის გაპრიალებაზე ვიწვალე. ამდენი ერთჯერადი სალფეტი დავახარჯე. აი, გასული ტაფაზე რა ვქნა, საჭმელს მეორედ ვეღარ შევჭა. აქვე მაქვს აჯიკაიას მწვანე ცხარე აჯიკა. ეს ორი წამოვიღე. ჩემ ფავორიტებია. ამინდი საგზომლად შეგვეცვალა. მოუმატა თომა. შრალი ყინვა მაინც იყო დადებდა. კაი მშრალ თოს რა ჯობია. აუ, ოცონის კედელზე გადავიდა ცეცხლი. ერთი იდეა. ახლოს მივარდა ტოტები და ეგრევე აინთო, თან ფიცს მარტივად ეკიდება. მარტივად აალებადი მცენარეა. განზოს ამ ფიქსირებული დანის ტესტს სხვა დროს შემოგთავაზებ სხვა ვიდეოში.
ეს ეხება მომრგვალება დანით. წერა დაუსვით და ისე მომრგვალებთ. ლუკას მოკითხვა. ყველაზე დიდი ხანია რაც სათლეს ვიყენებ ეს არის. სამჭედრო ჰეპესტოსის დამზადებული. ფიქრობ რომ განზო როგორც ბრენდი ჩემი აზრია ოღონდ ეს. მოკლედ ფიქრობ რომ განზო როგორც ბრენდი მორას საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ბუშკრავ თემებში. აი მორა მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბრენდი არის განსაკუთრებით ხის სათლელად, მაგრამ ახლა ამ განზოს რო უყურებ, რავი, იდეალურად თლის. ახლა მაგალითად ეს სოგის დასაკეციდანა იმის შემდეგ ამას რო დაიჭერ ხელში, ეგრევე მიხვდები რომ ეს დანა უფრო ხის სათლელად არ არის. ანუ გათვლით რაღაცას, მაგრამ როგორც ასეთი ხეზე რო იმუშაო, იმდენად არ გამოგადგება. თორე როგორც ბუშკრავ დანა ძალიან მომეწონა ეხა. 2 დღე ვაკვირდები. ხვალაც თუ დამჭირდა რამე მესამე დღე, ისე სხვა დროსაც წავიღებ ლაშქრობებზე. სახეს წააგავს პირი, თვალი, მარტივ სახეს. ესე ჩვენი ახალი საყვარელი ადამიანი კოუზი, ადამიანის თავით, რომელიც შემთხვევით გამოვიდა, ძალით არ მინდოდა. სხვადასხვა ტემპერატურა უფრო დაეცა, იგრძნობა კიდეც, აი. კოცონთან იმდენად არა, როგორც გუშინ ვისაუბრე, რომ ის კარავი, კოცონის კედელი და ამბები, მაგრამ აქეთ რო გამოხვალ, უფრო იგრძნობა, ვიდრე შუა დღეს და დილას. ჯერ საღამომდე რაღაც პერიოდია დარჩენილი, მაგრამ მაინც ცოტა ნიავმაც მოუმატა და თოვლი მოდის ჩემგან მარჯვნივ. ისე ეხა გამახსენდა ერთ თემაზე მინდა ვისაუბრო. გუში რომ მოვდიოდი აქ გზად აი თბილისს რო გავწდი, ძალიან ბევრი ძაღლი იყო რა. აი იცი რა კარგი ძაღლები თან, აი სუფთა სისხლის ნაგაზი, იმხელა იყო ბომბორა ფეხზე რო წამოდგა, ჩემს წელს აცდა. საჭმელი დამაქხომე სპეციალურად, რომ თუ სადმე შეხვდებიან ხოლმე, გავაჩერო და ვაჭამო. ეს კი გიждდება ხოლმე მანქანიდან, ჩხუბობს. მაგრამ იმათ ხო უხარიათ. და მაგაზე მინდოდა მეთქვა, რომ თხოვნით რა თქმა უნდა. ვინც ეგრე ქალაქარეთ ხშირად დადიხართ და გზად ხვდებიან ძაღლები, რო გაუყოლოთ ხოლმე რასაც შეძლებთ. ჩემი აზრი ასეთია, რომ ამ სამყაროში სანამ ცოცხლობთ და სანამ ღმერთი ახალ დღეს გვაძლევს, ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელსაც დახმარება უნდა, დავეხმაროთ. როგორც ადამიანს, თუ რამდენი გაჭირვებული ადამიანი ყავს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, რო გახვიდე ქუჩაში, ყოველ ნაბიჯზე გაჭირვებულ ადამიანს დაინახავ. ზოგი მათხოვრობს, ზოგი რაღაცას ყიდის, ზოგს შეხედავ და ესეთი დადარდიანებულია ეტყობა. 1000 დარდი და გაჭირვება აქვს ადამიანებს და ასევე ცხოველებს. ეხა ტყეში შეიძლება მგელი კვირები დახეტიალობდეს და საჭმელი ვერ იპოვოს. ეგ სხვა რაღაც არის, ბუნების კანონია, მაგრამ ადამიანების ჩვენ ადამიანების მიმართ კიდევ
იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც მოვიშინაურეთ თავის დროზე, თანაც ჩვენი საუკეთესო ეხა უყურეთ. აი ეს არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. ნებისმიერი ძაღლი წარმოიდგინა ადამიანისგან რა სითბოს და სიყვარულს. ხო და ამის თქმა მინდოდა, რომ ჩემი აზრით ადამიანები ვალდებულები ვართ, რომ ყოველ გაჭირვებულ არსებას დავეხმაროთ. ეს იქნება ადამიანი, ეს იქნება ძაღლი, კატა, რაც გინდა იყოს. თუ ხედავთ, რომ გაჭირვებულია, დავეხმაროთ და ამით ძალიან კარგ რაღაცას გავაკეთებთ. აი, ჩარლი ჩაპლინის ნათქვამი გამახსენდა, ეხა ადამიანი, რომელიც კვებავს მშიერ ცხოველსო, ანუ პატრონო ცხოველს, კვებავს საკუთარ სულსო. გვახსოვდეს ეს. კარმა მოუმატა და ნეტა როგორი ღამე გვექნება დღეს. თავარია თვითონ წვიმა არ წამოვიდეს, რა ყველაზე მეტად ეგ არ მინდა, მაინც აქედან არ წამოვიდეს, ემო და არ შემოასხოს თორე. თოვლი და ქარი ჯანდაბას, საძილე ტომარაც აიტანს და მეც თბილად ვიქნები, რა თქმა უნდა. ეგეც სიცივე არ არის, რომ ვიგრძნო. აქ იყავ. სანამ ძალიან დაღამდა, მოდი აქ დაჯექი. შეგიშრეს იქნება ფეხები. სულს ხوار ჩაგიწვენ მერე. -2 მიჩვენა თერმომეტრმა წერან. ნახოთ, ესე თუ გააგრძელა, ტემპერატურამ თუ არა იწია ისევ, წუხანდელივით თოვლი დადებს. თუ არა და ისევ იგივე სიტუაცია იქნება. ტალახი. არ დასვა. ძილის შეგიშრე ფეხებს და ისე დავწვევი. რა კაი სამწოდე ნაკვერცხალია ეხა. იმედია წუხანდელივით 7 ღამე იქნება და ძილს არაფერი დამიფრთხობს. იმიტომ რომ დღეს უფრო ცივა მაინც რა და ღამე არ მინდა ისე ვიყო. მოვემზადები ახლა საძილე ტომარას გავშლი. მერე ფეხებს შევითვობ ტრადიციულად. აი ჩავწვევი. ძვირფასო მეგობრებო, საძილე ტომარა გავშალე. ეხლა ცოტა ხანში ყველაფერს ცოტა ხანი შევოთვალებ იქით და დავწვევი დავიძინებ. თუ რამე მოხდება ღამით, რაღაცა თუ გამაღვიძებს და რავი ასე შემდეგ, ჩაგერთვებით. თუ არა და შეხვდებით დილას. აბატკვილი ძილი მეც და თქვენს თუ დაძინებას აპირებთ. დილამშვიდობისა მეგობრებო, მშვენიერი დღე გაგვითენდა. დღეს შედარებით ზიანი დღეა, ასე რომ ვთქვათ, თად მოწვენილიც არ არის, მაგრამ ზე მაინც ანათებს. მშვენიერი 3 დღე იყო, პირადად მე ძალიან ვისიამოვნე. ეს მომენტი არ მიყვარს, ასველი კარვის დაკეცვა და მთელი ამბები. ოღონდ იცოდეთ, მაგ დროს კარგად გააშრეთ კარავი, საშინელი სუნის აკიდება იცის. დღეს 1 გრადუსით მეტი გვაქვს, 3 გრადუსია. გუშინ იყო 1-2. აი პირველ დღეს ღამით ესეთ მინუსები იყო, მე მაგ დროს არ შემოწმებია მეძინა. ჩაი ადუღდება ცოტა ხანში. ეჭირა რა ვიღე დავტოვე. ვაი დაუცებ დაუშვას. ისე სიმართლე გითხრათ, წუხანდეს მერე წვეთი არ ჩამოვარდნინა ციდან. ცოტა მოფირფლა დილისკენ და ეგ იყო. მაგრამ მაინც ამის აღებას რა უნდა. აჩქრობის დროს მომაქხომე დიდი ცელოფანი, ამ ბოლო დროს ესე გადავწყვიტე რა, აი დაასველებული დამპალი კარავი რო ჩავდა ხომ, იმიტომ რომ თავის ჩასადები, რაც მაქსიმალურად პატარა ზომის აყოლთვის კარვების შემთხვევაში, ძალიან ჭირს მე მაგაში ჩადება სველი კარვის, იმიტომ რომ მოცულობა უფრო მეტი აქვს. დიდ პარკში ეგრევე ჩავტენი ხოლმე, მანქანით მე მიმაგ, ვრესხავ, ვაშრობ. მე არის ახალივით. მოდი დღეს თქვენი ხათრით 2 ნახევარს ჩავიყრი. რომ მიწერთ ხოლმე კომენტარებში ბევრ შაქარს ვიღებო. თქვენი ხათრით ნახევარი კოზი მოვაკელე.
ჩაი ჩავყაროთ კანტალაში. მოკლედ კბილის ამოღება ჩემთვის არის უდიდესი ტანჯვა რა. ორჯერ ამომიღია ცხოვრებაში სიბნის კბილი და ეს თვითონ საღეჭი კბილია. მეტი აღარ მომიწევს. მე ხა ოდესმე რა მომიწევს არ ვიცი, მაგრამ ეხა ჩვეულებრივად ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად და უბრალოდ საშინელება. დიდი ჭრილობა რო გაქვს და კარგად რო ერჭამ. არა და კვება ძალიან მოწესრიგებული მაქვს მე. დღეში 4 ჯერად იკვება. ხან 5 ჯერადიც ყოველთვის ჩანსახი საკვები, ცუდ რაღაცებს ყოველთვის ვერიდები. და ასეთ რეჟიმს ვარ მიჩვეული ბავშვობიდან. კარგ საჭმელებს და თავის დროებზე ჭამას. ხო და აი კბილის გამო რო ვერ ვჭამ მე მაგრად ცუდად ვარ. ეხა ჩაითვიკლავ მაგ ცუდად ყოფნას. პარემ აქედან დაგემშვიდობებით ხა ამას დავლევ. და დაინახეთ აი ეს ჩიტი შაშვებს ისე უყურებს ხოლმე. ესე ხდება. ახლა ამას დავლევ, კარავს დავუკეცავ პარკში. ძირსაგებს ავუკეცავ, ჩავბაგდები და წავალ. ცეცხლად ჩავაქრობ. წყალი საერთოდ აღარ მაქვს, მაგრამ აი სველი მიწაა გარშემო სულ და მივაყრი და ეგ ჩაქრება. მადლობა მეგობრებო რომ მეყურებდით, თქვენი აზრი დააკომენტარეთ. რავი, დაწერეთ რა სისურვებით სხვა ვიდეოებში, ყოველთვის ვეცდები თქვენი აზრები გავითვალისწინო ხოლმე. საინტერესო იდეებს თუ შემომთავაზებთ და მართლა ისეთ რაღაცებს, რასაც ფიზიკურად შევძლებთ. მადლობა მეგობრებო რომ მიყურებდით, ძალიან მაგრად მიყვარხართ. თქვენ უყურებდით BBR Wilds, აბა მაგრად.